26 აგვისტო ღირსი მამა გაბრიელის დაბადების დღეა. არქიმანდრიტი ბერი საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წლის 20 დეკემბერს წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღეთ 2 ნოემბერი დააწესა. მამა გაბრიელმა 12 წლის ასაკში უკვე კარგად იცოდა სახარებას, სწორედ ამ დროს მივიდა სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტერში. დედებმა დააპურეს, მაგრამ ღამე არ გაათელინეს. ღვთისმადლი მასში იმდენად დიდი იყო, სახლში არ წავიდა, ღამე ჭიშკართან გაათია და დილით ღვთისმშობელს თხოვა. ამ ქვეყნიდან ისე ნუ გამიყვან აქ, რომ სენაკი არ მომცე. უსმინა ღმერთმა და სიცოცხლის ბოლო წლები სამთავროს მონასტერში გაატარა. დღევანდელ დღეს არის ღირსი მამა გაბრიელის დაბადების დღე და რა თქმა უნდა ეკლესიაში დაბადების დღეთ არ არის ესე მოხსენება და კალენდარში აღსრულების დღე, ნაწილთა ამოყვანების დღე არის უფრო მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენთვის ქართველებისთვის არის ესე ვთქვათ საამაყო დღე, იმიტომ რომ უფალი ეტაპობრივად გვიგზავნის დიდ პიროვნებებს, რომლებიც არიან ჩვენთვის და ქართველი ერისთვის სამაგალითოები. თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი, თუნდაც აი მაგალითად აი მამა გაბრიელზე 95 წელს გარდაიცვალა, ხო? და 3 ნოემბერს და ჩვენ გვანახა უფალმა ჩვენი ეპოქაში გამოგზავნა წმინდანი, აცხოვრა წმინდანს, რომელიც გახდა ჩვენთვის სამაგალითო, თუ როგორ უნდა იყო ქრისტიანი, როგორ უნდა ადიდებდე უშიშრად ქრისტიანობას, მართლ სარწმუნოებას, ჭეშმარიტ სარწმუნოებას. ჩვენ ვნახეთ, რომ მამა გაბრიელს არაფერს არ ეშინოდა, ქონდა მოყვასადმი უდიდესი სიყვარული თავის სათნოებას, როგორ მალავდა თავის ალოსობით და რამხელა დიდი უშიშარობა ქონდა, რომ აი იმ დროის ამ ქვეყნის ბატონი იყოს ლენინი, ესე ვთქვათ და ლენინის ფოტო დაწვა, სურათი დაწვა პარლამენტის წინ და ხმამაღლა დაიწყო ქადაგება, რომ ამის მაგია რა უნდა ეკიდოს ჯვარცმა და მას უნდა სცემდე თაყვანს და ამის გამო საგიჟეთში მოათავსეს და ამის გამო მას შეიძლებოდა რომ სიცოცხლეს ანუ სიკვდილით დასჯა გამოეწერა მათთვის. ასე რომ მადლობა უფალს ამ დიდი ეპოქალური წმინდანისთვის. ჩვენ 21 საუკუნეში მოგვცა ისეთი წმინდანი მე-20 საუკუნეში, როდესაც არის მისაბაძი და ჩვენ ყველამ უნდა ვიცხოვროთ და ავიღოთ ამ წმინდანისგან თუ როგორ უნდა იცხოვროს თითოეულმა ქრისტიანმა. გილოცავთ დღევანდელ დღეს და მამა გაბრიელი, ღირსი მამა გაბრიელი იყოს ჩვენი სრულიად საქართველოს და მთელი მსოფლიოს მფარველი. ამინ.